სამსახურზე სწორედ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც დიპლომატიურ სამსახურის გავლის წესში შევიდა ცვლილებები. ეს ბრძანება თარიღდება 2025 წლის 27 იანვრით, თუმცა ის ამოქმედდა 28 იანვრის შემდეგ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირდაპირ ამ ცვლილებებს უწოდებს უკანონოს. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი განმარტავს, რომ ამ ცვლილებების თანახმად დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშნვა, რაც ეწინააღმდეგება სწორედ დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს. ამავდროულად მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ყველა ამ პოზიციაზე დანიშნული პირის კონტრაქტიც, რაც იურისტის განმარტებით პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია. ცვლილებები, რომელიც შევიდა 28 იანვრის შემდეგ ამოქმედდა, დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად პარტიულ ინტერესებს სრულად დაექვემდებარება და ხოლო ამ დიპლომატიურ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს უმძიმდებათ უფლებრივი მდგომარეობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ ეს არის პირდაპირ უკანონო ცვლილებები და ისინი განმარტებებს მოითხოვენ მაკა ბოჭორიშვილისგან, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრისგან. გარდა ამისა, ამ ცვლილებებს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პლატფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რეპრესიები საქართველოში გრძელდება. ამჯერად ქართული ოცნება მიადგა დიპლომატიურ სამსახურს და ამ ცვლილებებით, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა, ის ზღუდავს საგარეო სამსახურში მყოფთა უფლებებს და სწორედ დე-ფაქტო მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ აქცევს. დღეს დაიწყო დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილი ცვლილებები არის ცალსახად რეპრესიული და ამასთანავე არის უკანონო. ეს ცვლილებები ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების გადაყვანას ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე. არის მსგავსი იმ ცვლილებებისა, რომელიც შეტანილი იყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და მისი მიზანი არის ცალსახად ის, რომ ამ პოზიციებზე დასაქმებული პირები გახდნენ მთლიანად დამოკიდებული მინისტრის ნებაზე და გაუქმდეს მათი დამოუკიდებლობის გარანტიები. ეს ცვლილებები განხორციელებული არის მინისტრის ბრძანებით და ეწინააღმდეგება კანონს. მინისტრის ბრძანება იერარქიულად არის უფრო დაბალი დონის ნორმატიული აქტი ვიდრე კანონი. შესაბამისად, ეს ბრძანება თავიდანვე არის უკანონო. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, რომ არ არსებობდეს ეს ფორმალური კანონიერების პრობლემა, ამ შემთხვევაში შინაარსიდან გამომდინარე ეს ცვლილებები იქნებოდა რეპრესიული და მათ შორის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მიზანი ამ ცვლილებების, ისევე როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების, არის ის, რომ განხორციელდეს რეპრესიები საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა მიმართ და ის, რომ წაიშალოს ზღვარი პარტიულ საქმიანობასა და სახელმწიფო საქმიანობას შორის. ქართულმა ოცნებამ ზღვარი მოშალა საჯარო სამსახურებსა და პარტიულ საქმიანობას შორის. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიზანი. ეს განცხადება გააკეთეს პროდასალური პოლიტიკური კოალიციების წარმომადგენლებმა. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ახლა ქართული ოცნება ცდილობს არ დატოვოს რომელიმე დამოუკიდებელი უწყება და ცდილობს, რომ დაიქვემდებაროს ყველა ის საჯარო უწყება, საჯარო მოსამსახურე, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს და არა პარტიულ ინტერესებს და ახლა სწორედ სამსახურებიდან გათავისუფლება უფრო მარტივი გახდა ქართული ოცნებისთვის. შესაბამისად, ვინც არ დაემორჩილება რეჟიმს, ის აღმოჩნდება სამსახურს გარეთ. ეს არის კიდევ ერთხელ დაწყებული რეპრესიები და ამჯერად იერიში ქართულმა ოცნებამ მიიტანა დიპლომატიურ სამსახურზე, რომელსაც აშკარაა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, არ მოსწონთ და ეს ცვლილებები მიუთითებს იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც ქართული ოცნების ანტიევროპულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცება ქართული ოცნების ინტერესების სასარგებლოდ, რადგანაც ისინი აპირებენ, რომ ყველა ინსტიტუცია მართონ სუსის ODR-ების საშუალებით, თავიდან მიადგნენ საჯარო მოხელეებს, ახლა მიადგნენ დიპლომატიურ კორპუსს და ანგრევენ როგორც საკადრო დიპლომატიას, ასევე საჯარო მოხელეთა კლასს. ცხადი ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. მაკა ბოჭორიშვილის ეს
უკანონო ბრძანება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ პოლიტიზაცია და რეპრესიები გაგრძელდება საგარეო უწყებაში, რომელიც ყველაზე ხმამაღალი იყო, თუ გავიხსენებთ მათ შორის ელჩების გადადგომას და სამინისტროს თანამშრომლების ძალიან მკაფიო პოზიციას ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გარდა კომპეტენციის ნაკლებობისა მაკაბოჭორიშვილს პირდაპირ აქვს დავალებული ის, რომ თავისი ადმინისტრაციული აქტით კანონის საწინააღმდეგოდ მოიყვანოს თავისი სასარგებლო და მისი პარტიის და არა ქვეყნის სასარგებლო მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეები და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ისინი სუსტად არიან საგარეო საქმეთა უწყებაში. ქართულმა ოცნებამ, სინამდვილეში რუსულმა ოცნებამ დაიწყო წმენდა საჯარო სექტორის იმ ადამიანების, ვინც ღიად უჭერს მხარს ევროპაში ინტეგრაციას, ადამიანები, ვინც აპროტესტებენ რუსულ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება მიმართავს ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად ისინი ასუფთავებენ ყველაფერს, რაც ევროპულია, რაც ქართულია და ცდილობენ ასე დაიქვემდებარონ ადამიანები, ვინც საჯარო სექტორში მუშაობენ. ზუსტად ერთ-ერთში იმეორებენ რუსულ სცენარს, რუსეთში ზუსტად ასე მოხდა, ყველა ვინც დემოკრატიულ თავისუფლებას ითხოვდა, ყველა მოიშორეს სისტემიდან. ვინაიდან მათი ძალა არის სწორედ კოლაბორაციონისტ მორჩილ ადამიანებზე. იურისტები პირველებთან საუბრისას განმარტავენ, რომ ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ცვლილებები ძალაში შევიდა 2025 წლის 28 იანვრიდან, ხოლო მაცნეზე ბრძანება გამოქვეყნებულია 27 იანვარს, რაც იურისტების განმარტებით დამატებით ყველაფერთან ერთად სამართლებრივ გაუგებრობას ქმნის.